არაფერი შეედრება ღმერთის შემეცნების სიტკბოებას. ღმერთი თუ განიცადე როგორც სიტკბოება, აი მღვდელი მაგალითად, ხო? მღვდელი ხო უნდა განიცადეს ღმერთს როგორც სიტკბოებას და უცებ წირვის დროს მან განიცადა ღვთის სიტკბოება, აი მაგალითად როგორც სილვან ათონელი წერს, როგორც იოსებ ისიქასტი წერს, გავსი რამ ბევრთან შეიძლება ნახო, ისააკ ასური გამახსენდა თვითონ ეპისკოპოსი იყო, მაგრამ აღარ წირავდა, აღარ შეეძლო წირვა. რა შემთხვევაში შეიძლება? ხა წმინდაზეა საუბარი, ხო? ანუ ღმერთი როგორც სიტკბოება, თუ განგაცდევინა ღმერთმა აი შუა წირვის დროს, წირვას ვეღარ გააგრძელებ. ვერაფერს ვეღარ გააგრძელებ. აი რომ გაშეშდებით და ესე იქნება. თუ არ ვსვები სერაფიმე საროველთანაც მსგავსი არის გახსოვთ ხო? მის ცხოვრებაში, დიაკონობაში დაემართა, რომ განიცადა ღმერთი და მორჩა, გაშეშდა და ვერაფერი ვეღარ გააგრძელა რა. ანუ თვითონ პირადად შეწყვიტა მსახურება. ჩვენი პატრიარქის იხსენებს რაღაც მსგავს შემთხვევას გახსოვთ ეს. თუ განიცადე, ეს იმდენად ძლიერი რამ არის, რომ ყველაფერი ჩერდება. მათ შორის ყველაზე აღმატებული ყოფიერება სამყაროში რაც არის, ეს არის წირვა. ისიც კი შეჩერდა, იმასაც კი ვეღარ გააგრძელებ. ესმით, აი ამაზეა საუბარი და ამიტომ წერს, რომ არაფერი შეედრებაო ღმერთის შემეცნების სიტკბოებას.